საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე სოციალურ ქსელებში ამ დრომდე არ იძებნება არც ერთი განცხადება, რომელიც გამოეხმაურებოდა სწორედ ამ ბრძანებას, რომელსაც რამდენიმე საათის წინ ოკუპანტი ქვეყნის ლიდერმა პუტინმა მოაწერა ხელი და რომელიც სწორედ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის რუსული პასპორტების გაცემის მინიჭების პროცედურებს ამარტივებს და შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ დრომდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დუმს მათ არც ერთი სიტყვა არ უთქვამთ ამ ფაქტის შესახებ, რაც შეეხება პოლიტიკოსებს, ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ ეს არის ანექსიის პროცესის გაგრძელება, პუტინი, რუსეთი, ოკუპანტი ქვეყანა აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ანექსიას, ქართველი ხალხის გატაცების პროცესს და ამასთან დაკავშირებით ქართული ოცნება არაფერს ამბობს, არც ერთი დაგმობითი შინაარსის წერილი ამ დრომდე არ გაურცელებია ქართულ ოცნებას, გულისხმობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, ოპოზიცია კი ამბობს, რომ სწორედ ეს არის ის შედეგი, რომელსაც ატარებს ამ წლების განმავლობაში ქართული ოცნება. ის დათმობითი პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებს სწორედ ქართული ოცნება პუტინთან და რუსეთთან მიმართებაში და შედეგად ვიღებთ ამას, რომ პუტინი რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ამ ანექსიის პროცესს და ამასთან დაკავშირებით ამ დრომდე არც ერთი სიტყვა რომ არ უთქვამს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ პირდაპირ ისინი ოპოზიციის შეფასებით შეთანხმებით მოქმედებენ პუტინთან, ოკუპანტ ქვეყანასთან და შესაბამისად ისინი ახლა მოუწოდებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ ერთი განცხადება მაინც გააკეთონ ამასთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება გახლავთ ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიური პროცესების გაგრძელება, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით უკვე სახელმწიფო უწყებების მხრიდან უნდა იყოს პასუხი გამოცხადებული, გავრცელებული და უნდა მუშაობდეს საერთაშორისო მიმართულებით წარმომადგენლობა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ არის. თუ რატომ არ არის აქამდე გავრცელებული პასუხი, ეს არის არ გაღიზიანების პოლიტიკის ნაწილი ცხადია. ივანიშვილის რეჟიმის მოლაპარაკე თავები გამალებულ ბრძოლაში არიან იმ დასავლეთთან, რაზეც იდგა საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, კიდევ უფრო აძლიერებს რუსეთი ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ანექსიურ პოლიტიკას და კიდე ერთი ახალი განზომილება ამ პოლიტიკის არის რუსული პასპორტების გაცემის გამარტივება, რის შესახებაც მოხდა შესაბამისი ბრძანების გამოცემა, რაც რა თქმა უნდა ითხოვს ნორმალური ხელისუფლების პირობებში შესაბამის დიპლომატიურ განაცხადს და მათ შორის პარტნიორებისადმი მოწოდებას ამ ანექსიის განზომილების დასაგმობად. თუ ჩვენ მთელი ამ 12 წლის განმავლობაში გადავავლევთ თვალს რეჟიმის მოქმედებას და ბიძინა ივანიშვილის ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მოქმედებას, ჩვენ ნახავთ, რომ საქართველოს დაკარგა ძალიან დიდი ტერიტორია. ანუ ოკუპაციით, სოციალური ოკუპაციით საქართველოს დაკარგა თავისი მოქალაქეები. პუტინი, რა თქმა უნდა, საკუთარ ზრახობს აუცილებლად განახორციელებს, მანამდე სანამ ესეთი უბადრუკი ზუსტად პუტინის მორჩილებაში მყოფი რეჟიმი ეყოლება საქართველოს სათავეში. საბოლოო მიზანი რუსეთის მიერ ჩვენთვის ოკუპირებული ტერიტორიების წართმევის არის ის, რომ ეს ტერიტორიები გახდეს რუსეთის ფედერაციის ნაწილი. ეს პროცესი მიმდინარეობს ჩვენ თვალნათ ვიყურებთ და რა თქმა უნდა, ის რომ მათ გაუმარტივდებათ მოქალაქეების მიღება არის კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი რუსეთის მხრიდან იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციის ნაწილად გახადოს ჩვენთვის წართმეული ტერიტორია. იმ ფონზე, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ გაურცელებია რაიმე ტიპის განცხადება და არ გამოხმაურებიან აღნიშნულ ფაქტს, ჩვენ კითხვები დაუსვით ქართული ოცნების ლიდერებს, პირველების რეპორტიორი ეცადა სწორედ აღნიშნულ კითხვებზე მოეპოვებინა პასუხები, მაგალითად კითხვა დაუსვა ირაკლი კობახიძეს, კახა კალაძეს, ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლებს, თუმცა არც ერთმა მათგანამ არ ისურვა ამ კითხვებზე პასუხი გაეცა, ერთადერთი გიორგი ჩაკვეტაძე აღმოჩნდა, რომელმაც უპასუხა დასმულ შეკითხვას და მან თქვა, რომ მთავარია ქვეყანაში იყოს მშვიდობა. ბატონო ირაკლი, რუსული პასპორტების მინიჭება რომ მარტივდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საგარეო საქმეთა სამინისტრო რატო დუმს? ბატონო კახა, პუტინმა ხელი მოაწერა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული პასპორტების გაცემის გამარტივებას. ბატონო კახი, გვითხარით, საგარეო საქმეთა სამინისტროს რატომ არ აქვს ამაზე რეაგირება? ბატონო კახა, ამაზე რეაგირება არ უნდა გქონდეთ? ზოგადად მნიშვნელოვანი არის, რომ შენარჩუნებული იყოს მშვიდობა.
შესაბამისად, ეხა ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან რა ტიპის გადაწყვეტილება იქნება იმ ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც ჩვენი ტერიტორიების 20% აქვს მიღებული, მე ამ კითხვების ადრესატი არ ვარ. ნახეთ, რუსული პასპორტების მიცემის სხვა დროს დამისვით ეს კითხვა. საგარეო საქმეთა სამინისტროს რატომ არ აქვს რეაგირება? სამოქალაქო საზოგადოების წევრები პირდაპირ მოუწოდებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ დაგმონ აღნიშნული ფაქტი წინააღმდეგ შემთხვევაში მათთვის, როგორც ამბობენ, კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ივანიშვილის რეჟიმი და პუტინი ერთად მოქმედებენ და სწორედ პუტინის რეჟიმი ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ნათლად ისრულებს იმ მიზნებს, სურვილებს, რომელიც სწორედ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირდება. ანექსიის პოლიტიკის განგრძობადი ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება რუსეთი ასრულებს თავის გეგმას, რომ საბოლოოდ შეიერთოს უკვე ოკუპირებული ტერიტორიები. რუსეთი საბოლოოდ იტყვის, რომ თქვენ ხართ ჩემი მოქალაქეები, რადგან თქვენ გაგაჩნიათ რუსეთის მოქალაქეობა და ეს გამოიწვევს ამავდროულად ასიმილიზაციას რუსების მხრიდან. ჩვენ გვახსოვს კანონი აპარტ-ჰოტელებთან დაკავშირებით, ამისთვის არის ეს გამიზნული, რომ რუსებმა შემდგომ უკვე იოლად შეიძინონ ქონება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მხრიდან დუმილი ეს ხელს უწყობს ამ პროცესს, ანექსიის პროცესს. პირიქით სტრატეგიულ პარტნიორებთან კანგაში ზარებს უნდა ტეხდნენ და უნდა აყენებდნენ საქმის კურსში ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს ამ ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა არ გაღიზიანების პოლიტიკა რუსეთის მიმართ არის გამოძახილი იმას, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან ანექსიის პროცესის გაგრძელებას კიდევ უფრო მეტად ართულებს. ის გარემოება, რომ ქართულმა ოცნებამ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა გააფუჭა, სწორედ ამ დროს საერთაშორისო პარტნიორები უნდა იყვნენ ჩართულნი ამ პროცესებში. ეს ოპოზიციის და მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების წევრების თქმით არის აუცილებელი, რომ ახლა ქართულმა ოცნებამ მიმართოს საერთაშორისო საზოგადოებას, თუმცა ჩვენთვის უცნობია ეს ბერკეტები გამოიყენა თუ არა ქართულმა ოცნებამ ამ დრომდე, როგორც აღინიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს არც ერთი სიტყვა არ უთქვამს.